გამარჯობა. Ამ ვიდეოს უნდა უყუროს ყველა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ. იამაყოს ჩვენი წინაპრების ისტორიით, რათა წინაპართა სისხლის ყივილმა გაგვაძლებინოს. თხოვენ კიდევ ერთხელ აუხსნათ საზოგადოებას იმის შესახებ, თუ როგორ გავშიფრეთ გრაგლიანი გორის ყველა დამწერლობითი არტეფაქტი. ამასთან ამ ჯერზე ვაფრთხილებთ იმათ, რომლებსაც მცდელობა აქვთ ჩვენი გაშიფრული ტექსტები სათავისოდ გამოიყენონ და რაღაცები ჩაამატონ. ჩვენ ეს კვლევები დარეგისტრირებული გვაქვს სხვადასხვა დაწესებულებაში. ამაზე ჩაწერილი გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. მივხვდებით, რომ ტყუილა ირჯებით. ასე ადვილი რომ იყოს წარწერებისა და ტექსტების გაშიფრა, თქვენზე ადრეს ხვები მოახერხებდნენ ამას. პალეოგრაფიაში გრაფიკული გამოსახულების იდენტიფიცირებას სჭირდება ასევე ისტორიული ფაქტებით, არქეოლოგიური არტეფაქტებით, ლინგვისტური წყაროებით, ასტრონომიული და სხვა მოვლენებით გაშიფრული ტექსტების დასაბუთება. ისე კი არა თქვენ რომ ბოდავთ. გვაპატიეთ ჩვენო მაყურებელო, ასეთებს ეკუთვნით ეს შეფასება. ეს დამესიზმრა და ის სიმბოლო ამას გავს, ან ჩემი აზრით ასიაო, თანაც ერთმანეთთან დროში აცნენილი რაღაც ვითომ საკუთარი დასკვნებით, რომ ამაგრებთ ამ უაზრობას. კიდევ კარგი მრავლად მოიპოვება ეს უაზრობები თქვენს მიერ გამოთქმულ სხვადასხვა საჯარო წყაროებში, რომელთა მოძიება და სიყალბის დადასტურება არც ისე ძნელია. უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და რამოდენიმე მათგანზე თუ როგორ ვამხილეთ ისინი, თავად მიიღებთ ინფორმაციას. ქვემოთ ჩვენ წარმოგიდგენთ იმდენ სქემატურ ცხრილსა და სხვადასხვა დასაბუთებას, თავად მიხვდებით, რომ მითვისებას ვერ შეძლებთ. დავიწყოთ. სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოებას გრაგლიანი გორის ყველა დამწერლობითი არტეფაქტის გაშიფვრის ანუ წაკითხვის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართეთ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, ანუ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, მაშინ როცა ეს წარწერები ჯერ გაშიფრული არავის ჰქონდა და მეცნიერები მას მიიჩნევდნენ ორნამენტებად. ამის შესახებ გვაქვს ვიდეო და გთხოვთ უყუროთ. იმ დროისთვის გრაგლიანი გორაზე აღმოჩენილი იყო შემდეგი დამწერლობითი არტეფაქტები: საკურთხევლის წარწერა, აი ეს წარწერა, სტელა, რომელსაც ქვემოთ გაჩვენებთ, თიხის ლარნაკის წარწერა და საბეჭდავები. პირველად გავშიფრეთ საკურთხევლის წარწერა, რომელიც აღმოჩნდა ანბანურ იდეოგრამული, ანუ იდეოგრაფიკული. ქართო სიონ მუნულუ, ქართლოს და პირველი კაცი. აი ეს სქემატური ის როგორ გაიშიფრა. ეს დევს ჩვენს კომენტარებში და ასევე პოსტებზე და შეგიძლიათ ნახოთ. გრაფიკული გამოსახულების ეს ცხრილები დევს ჩვენს პოსტებზე. აი ნახოთ ახლა რამდენია. თითო ასოს მიხედვით, ეს ქ-ასოს მიხედვით, ეს ლიგატურა ა და ერის მიხედვით. აი აგერ არის ეს ლიგატურა. შემდეგ მოდის ასო თუ, შემდეგ მოდის ო თავისი ცხრილებით, დასაბუთებით. შემდეგ მოდის ესი, აგერ დასაბუთებით. შემდეგ მოდის იოტა, ამაზე ვისაუბრებთ იოტაზე. ცოტას რატომღაც გონიათ რომ იოტა არ არსებობდა. შემდეგ მოდის ენი, აი ეს ყველაფერი. და შემდეგ ხარის თავი და ფრინველი. აი აქ ბოლოში ნახეთ. ახლა ამასაც აგიხსნით ცოტა მოგვიანებით. მივყვეთ. ამ ანბანურ დამწერლობაში გვხვდება მხედრულ ხუცურ ასომთავრული ასონიშნები. ერთად. და აი რატომ მოვიძიეთ ესე. ჩვენი მწერლობის წარჩინებულმა მეცნიერმა თავადმა ნიკოლოზ არიელისზე დადიანმა მიამბო მე რომ მას ჰქონდა დედის მზითებში
რაჭიდან მოყოლილი ერთი ცალი ამ შესანიშნავის წიგნისა ტყავზე ნაწერი მეტად უცხო ასოებითა, რომელნიც ხუთულთაგანაც განირჩევიან და მხედრულთამაც, თუმცა კი ორსავე მსგავსებიან დიმიტრი ბაქრაძე. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ქართული ანბანი იყო შერეული ხუთულ მხედრული და შემდეგ დიმიტრი ბაქრაძე განმარტავს, რომ ეს წიგნი წაუკითხავს ნიკოლოზ დადიანს და შინაარსი კარგად ახსოვსო. ანუ მისთვის ნაცნობი ასო-ნიშნებით ყოფილა დაწერილი ეს წიგნი. შემდეგ ზემოთ მოყვანილ ყველა მოსაზრებას ერთად თავს რომ მოუყრით, შეიძლება ითქვას, რომ ერთის მხრივ ჯერხანა ცნობილი მე-6 საუკუნის ქართული დამწერლობის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურს წარმოადგენენ, რომ ქართული ანბანის დასაწყისი ხანა სულ ცოტა 7-8 საუკუნით უწინარეს არის საგულისხმებელიო. ივანე ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, 1959 წელი, თავი მე-5 გვერდი 225. მაშასადა მე ივანე ჯავახიშვილი ემხრობოდა იმას, რომ ახალი წერტაღრიცხვის მე-6 საუკუნით დათარიღებული ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერის ანბანი სულ ცოტა ძველი წერტაღრიცხვის მეორე-პირველი საუკუნისა შეიძლებოდა ყოფილიყო. ანუ ივანე ჯავახიშვილიც აღიარებდა, რომ ქართულ ანბანურ დამწერლობას უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა, ვიდრე ამას სხვა მეცნიერები მიიჩნევდნენ და მხედრულს ახალი წერტაღრიცხვის მე-10 საუკუნით თვლიდნენ. ამასთან, რატომ უნდა ეწროს საკურთხევლის წარწერაზე ქართლოსის სახელი? აი რატომ? მტკიცებულება. ჩვენ კი არაფერი მოგვიგონია. თეიმურაზ ბატონიშვილი ბაძვის მნიშვნელოვან ცნობას გიორგი თათმინდელზე და წერს. გიორგი თათმინდელს უნახავს ძალიან ძველი ქართული ხელნაწერი ანტიოქიაში, წმინდისა სვიმონის ეკლესიის წიგნსაცავში. წმინდისა მამისა ჩვენ ქართველთა ნათობისა, ათონის ივერიის მამისა და წინამძღვრისა გიორგის მიერ მოთხრობილთა შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან. ივერია, ვინაიდან ქვეყნის სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე გიორგი მთაწმინდელი ამბობს, ვიხილე ანტიოქიისა სვიმონ წმინდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენი ივერიერთასა წერილი ძველი ფრიად, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრე. ქართლოს, რომელნიცა წინაპართა ჩვენთა იქნა ნათესად თავარი, იგი თვით და ყოველი ძენი, ძმანი, შთამომავალი და ერნი მისნი მომზრახ იყვნენ ივერიულად, ესე იგი ქართულად, ზრახვითავთვე ამგვარითა, რომლითაცავ მეტყველებთ აც. ანუ დაახლოებით თანამედროვე ქართულის მსგავსად, ესე იგი შეიძლებოდა გაგება. და გვაქვს კიდევ ბევრი არგუმენტი ქართლოსთან დაკავშირებით. აი რატომ წერია იქ საკურთხევლის წარწერაზე ქართლოსი. ეს ერთი ის მოგიყვანეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება. არა უწიგნურნი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა ვიდრე ფარნავაზამდე. წერდნენ იგნი უხუცესთა წერილითა. და წერილი მათი არსე წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმა წერილთა მათთაგან განხო მხედრობისთვის თვისისა მხოლოდ ხელითა წერილი განყოფილი ასონი და არა სხვით რაითმე. თეიმურაზ ბატონიშვილი. და იგივე უწერია ციტატა მოყვანილი ბატონიშვილიდან რამაზ პატარიძეს თავის ასომთავრულ ანბანში, ამ წიგნში გვერდი 21. ანუ ფარნავაზმა ერთიანი ანბანიდან განხო მხედრობისთვის ასო-ნიშნებიო. შემდეგ სარწმუნოებელ არს ესე, რომელ დასაბამსავე შინა ივერიის ერნის სრულიად ყოველსა შინა ივერიისა ზრახვიდეს ქართულსა, ვინაიდან წერილიცა, ანუ დამწერლობა სრულიად ივერიელთა საზოგადოდ მხოლოდ ქართული აქვთ და უძველესთაცა შინა დროთა, ძველი დროიდან ყოველნივე ივერიელნი ხმარობდნენ ამას. ბატონიშვილი გვერდი 34. შემდეგ ყალად იგივე ვახტანგ, ახლა ვახტანგ მეფის ციტატა მოხავს. ფარნავაზ პირველისა მეფისა მოთხრობასა შინა,
ამან ფარნავაზ პირველმან მეფემან განსმინდა და გაამშვენიერა ენა ქართული და პირველივე მდგომარეობასა ზედა აგო და შექმნაცა მხედრული წერილი თეიმურაზ ბატონიშვილი გვერდი 34, ანუ გამოყო საერთო ამბანიდან. ახლა აგერ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომელ საუკუნეში ჩნდება ქართული ამბანური მხედრული დამწერლობის ნიშნები. აი აქ კარგად არის ყველაფერი წარმოდგენილი. აქ არის ძველი სპარსულში ფინიკიურში და რატომ თქვათ ფინიკიურში? იმიტომ რომ ფინიკური ამბანი მინიმუმ საუკუნე ნახევრით გვიან შეიქმნა ვიდრე გრაკლიანის ამბანი და ისე როგორც შემდგომ ფინიკიურის ასონიშნები წავიდა სხვა ამბანებში არამეულში და ბერძნულში და ასე ან მათი იმით შეიქმნა ფინიკიურის დახმარებით, ასევე წავიდა გრაკლიანის ასონიშნები ფინიკიურში. ძველ სპარსულშიც იგივეა. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება. ახლა სპარსეთის სახელმწიფო შექმნა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში კიროს დიდის მეფობის ხანაში. იბერია წარმოადგენდა მის 25 სატრაპიას. შეიძლება ამიტომ არის ქართული მხედრული ამბანის ასო-ნიშნები წარმოდგენილი ძველ სპარსულ ამბანში. ამჟამად იყენებენ სხვა ამბანურ დამწერლობას სპარსელები. რაც შეეხება ხმოვან სიმბოლოებს, ახლა ას, ოსა და თუ ჩავთვლით იოტას, რომ არ იყო ხმოვნებიო. ჩვენი მოწინააღმდეგები ამბობენ, რომ ფინიკიურიდან ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე წარმოიშვა არამეული ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნე ამბანი. მათში არ არის ხმოვანი სიმბოლოებიო და არამეული დამწერლობიდან წარმოშობილი ქართულ ამბანშიც არ იქნებოდაო. არა ბატონებო, ყოველზინაც არის ჩაგივარდათ. უცხოელი მეცნიერების ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გრაკლიანის დამწერლობით არტეფაქტებიდან საკურთხევლისა და სტელის სიმბოლოები შესრულებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-10 საუკუნის დასაწყისში. ამას გავმარტავთ თქვენო. ხოლო არამეულიდან შექმნილი ქართული ამბანის თეორია აღმოჩნდა დიდი ტყუილი, რაზეც უამრავი სამეცნიერო ნაშრომია დაწერილი და არ სურთ საკუთარი ნაშრომების ვარყოფა. შემდეგი იყო სტელა. აი აქ სხვათაშორის ჩვენ გვაქვს კიდევ ანასაზის პეტროგლიფებზე ქართული სხვადასხვა ადგილში აღმოჩენილი ქართული სიმბოლოები. ახლა გადავიდეთ სტელას. აი ეს არის სტელას ფრაგმენტი. შემდეგი იყო სტელას ხატოვანი გამოსახულებები, რომელზეც დატანილია სატურნისა და იუპიტერის, ანუ ირემისა და ცხენის სახით შერწყმის პროცესი ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე. აი აგერ დავაკვირდეთ. ეს ცხენი და ირემი, ეს ჰერკულესის თანავარსკვლავედი. აი აგერ ჰერკულესის თანავარსკვლავედი როგორ გამოიყურება ცაზე. აქ შერწყმის პროცესი და ყველაფერი ქვემოთ. ეს გახლავთ ასტრონომიული, ანუ ბუნებრივი მოვლენა და რამოდენიმე 100 წლეულში ერთხელ მეორდება, დაახლოებით 400-700 წელი. დაწვრილებით ამაზე ვიდეო გვაქვს ჩაწერილი და აქ აღარ გავაგრძელებ თხრობას. რადგან ჩვენ ვიცოდით ის, რომ გრაკლიანი გორის საკურთხევლისა და სტელის წარწერები ამერიკელმა მეცნიერებმა დაათარიღეს ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო, ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დასაწყისში, დავიწყეთ ამ მოვლენის, ესე იგი სატურნისა და იუპიტერის შერწყმის პროცესის მოძიება ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე იმ საუკუნეების დროისთვის. ამისთვის საჭირო გახდა იმ ეპოქის ცის თაღის რუკის აღდგენა, რაც შესაძლებელია კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. იციან მეცნიერმა ასტრონომებმა რაზეც ვსაუბრობ. აქაც გავითვალისწინეთ ის გარემოება, რომ დღევანდელი დღიდან ვიდრე ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნემდე დროის მონაკვეთი შეადგენდა დაახლოებით 3000 წელს და შესაძლოა ვინმეს შარი მოედო, მაშინ მცირედით მაინც განსხვავებული ცის თაღის რუკა იქნებოდაო. გალაქტიკებისა და ვარსკვლავების მოძრაობის გამო.
სწორედ ამიტომ აღვადგინეთ იმ ეპოქის ცის თაღის რუკა. აი ეს არის როგორ ერწყმის აქ ცხენი, ანუ ცხენი და ირემი, სატურნი და იუპიტერი ერთმანეთს. ეს მოვლენა სატურნ იუპიტერის შეწყმა ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე, ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე და არა სხვა რომელიმე თანავარსკვლავედის. ნამდვილად მოხდა და საქართველოს ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელს, ანუ ზუსტად ჩაჯდა უცხოელი მეცნიერების დათარიღების დროში ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო. ეს ჩაჯდა 1018 წელი. ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის 1018 წლის 27 აგვისტოს 20 საათსა და 59 წუთზე საათით და წუთით არის განსაზღვრული. სატურნი მდებარეობდა მაღლა და იუპიტერი სწორ ხაზზე მის ქვემოთ. ეს პროცესი გრძელდებოდა თითქმის მთელი თვე და 16 სექტემბერს ორი პლანეტი ვერტიკალურად შეერწყა ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე, ისე როგორც ეს სტელაზეა დადგენილი. აი აქ ერთმანეთს არის ეგრეთ წოდებული ტუჩებით მიდებული. აი ეს ნიშნავს შერწყმას. აი ესეც აღვადგინეთ წუთების და თარიღების თვეების მიხედვით. ახლა აქვე გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ აი ეს ფოტოსურათი. დააკვირდით. ეს არის ნაპოვნი ამერიკის კონტინენტზე და არის ანასასის პეტროგლიფის ფრაგმენტი. არიზონას შტატი. რატომ ორი ირემი? აქ ხომ ცხენი და ირემია. აქ რატოა ორი ირემი? ამასაც კი მივაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ცხენი არ ბინადრობდა ამერიკის კონტინენტზე. და ამიტომ აი ეს მოვლენა გამოსახეს იქ იმათმა ვინც ნახეს და ვინც ცხოვრობდნენ იმ ამერიკის კონტინენტზე, იმათმა გამოსახეს ორი ირმის სახით. აი ნახეთ. ერთმანეთს როგორად მიდებული დრუნჩები. ახლა დანარჩენი ამგვარი მოვლენები მომხდარა რამოდენიმე საუკუნის მოგვიანებით ან ადრე. აი ესეც დავადგინეთ, რომ ის ამპლიტუდა 1018 წლიდან იქით როდის მოხდა და 1018 წლიდან აქით როდის მოხდა კიდევ ამგვარი მოვლენა. ძველი წელთაღრიცხვის 1336 წლის 14 სექტემბერს 20 საათსა და 31 წუთზე, როცა მათი მდგომარეობა აი ამათი ისეთი იყო როგორც ეს სტელაზია ასახული სატურნის და იუპიტერის და ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე მოხდა ასეთი მოვლენა. ოღონდ ეს პროცესი სხვა თანავარსკვლავედშია მომხდარი. ჰერკულესის თანავარსკვლავედში კი არ მოხდა, არამედ მოხდა სხვა თანავარსკვლავედის ფონზე. რაც მათ გამორიცხა ის, რომ 1300 წელს უნდა მომხდარიყო ანალოგიური მოვლენა. შემდეგი აქით უკვე უახლოესი ამგვარი მოვლენა მოხდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში. სწორედ ასეთი ბუნებრივი მოვლენის, ანუ ასტრონომიული მეთოდით დავადგინეთ გრაკლიანი გორის საკურთხევლის წარწერისა და სტელას გამოსახულებების ასაკი. წლებთან მიმართებით ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელი, თორემ ზოგადი ასაკი ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო ეს ქიმიური ანალიზით დაადგინეს უცხოელებმა. შემდეგ გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილია საკურთხევლის წარწერის თითქმის თანადროული, ანუ დაახლოებით 50 წლით ახარგაზრდა არტეფაქტი, თიხის ლარნაკი. გადავიდეთ ახლა თიხის ლარნაკს. აი აგერ წარმოდგენით, რომელზეც ასევეა დატანილი ამბანური დამწერლობის ასო-ნიშნები, ანუ სიმბოლოები. აი ესენია დატანილი. აი აქ არის გამოტანილი. ეს ჩვენი შედგენილი არ არის მოგვაწოდეს. და იკითხება ქურ 2 LB. ქურ 2 LB. ამაზეც ვიდეოები გვაქვს ჩაწერილი და თუღუროთ. ან ლარნაკზე წარმოდგენილი პირველი და მეორე ასო ნიშანი ემთხვევა საკურთხევლის წარწერის პირველსა და მესამე ასო ნიშანს. უყურეთ, აი ეს
ემთხვევა აი ამას საკურთხევლის წარწერის პირველსა და მესამეს. ეს იცით რომ ლიგატურა არის, ჩაწერილი გვაქვს ამაზე ვცხრათ ვიდეოები. აი ეს მესამე ნიშანს, რაც მიუთითებს გრაკლიანის ანბანური დამწერლობის გამოყენებაზე და ის არ გახდათ ერთჯერადი ეგრეთ წოდებული ერთჯერადი მოხმარების. ესე იგი ამას იყენებდნენ ამ ამბავს 50 წლის შემდეგაც აქ ჩვენსკენ უკვე და ასე შემდეგ ფარნავაზამდე როგორც ჩანს. ამ ლარნაკს მატყუარები საერთოდ არ ახსენებენ, რადგან იგი პირდაპირი მტკიცებულებაა ჩვენს მიერ გაშიფრული ამ ორი საკურთხევლისა და თიხის ლარნაკის წარწერისა, რომ სწორად გავშიფრეთ. სწორად გაშიფრისა. ორივეგან წარმოდგენილ ერთი და იგივე გრაფიკულ გამოსახულებიან ასო ნიშნებს ქ-სა და რ-ს ჰქონდათ ფონეტიკური, ანუ ბგერითი იდენტური შესატყვისი. ქ და რ. როგორც მოგახსენეთ, გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტები 2022 წლის აგვისტოში გავშიფრეთ და წარუდგინეთ სამეცნიერო წრეებს, თითქმის ყველა ქართულ უნივერსიტეტს, მეცნიერებათა აკადემიას, კგზ-ის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ნიკო ბერძენიშვილის ისტორიის ინსტიტუტს და ასე შემდეგ, რათა მოგვეხდინა მათი ინფორმირება. ასევე ცალკეულ მეცნიერებს, მაგრამ არ აღმოჩნდა მეცნიერი, ვინც შეაფასებდა ჩვენს კვლევას, რომელიც დაახლოებით 130 ფურცელია. პალეოგრაფები არა ვართ, უარი გვითხრეს. ასევე ეს კვლევა გაუგზავნეთ ყველა ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანს, ვინც კი ისურვა ჩვენთან დაკავშირება. ეს კვლევა თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გაგზავნილია თითქმის ყველა ცნობილ უცხოურ უნივერსიტეტში. იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ქართველოლოგი, პალეოგრაფები არ ყავთ და კვალიფიციურ რეცენზირებას ვერ მოახდენთო, თუმცა კვლევაო ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა. ამის გარდა ჩვენ კიდევ საკურთხევლის წარწერის სტელასა და თიხის ლარნაკის გარდა კიდევ დავადგინეთ იქ საბეჭდავებია და რადგან მაინც არ არის დამწერლობითი სიმბოლოები, იდენტიფიცირება მოახდინეთ და აქ არის ბევრი წარმოდგენილი მოხენჯო-დაროს კულტურასთან მსგავსება, თათარლი ჰიუკისთან, ჩატალი ჰიუკისთან, ამლაშთან, ნიანიკომედიასთან, ძალიან შუმერულთან და ასე შემდეგ. ასე ვწავლობთ, აგერ უკვე მე-4 წელი დაიწყო, მაგრამ ვერან მოახერხა ისე რომ რეცენზია დაწეროს ამ ჩვენ კვლევაზე. კარგია რომ YouTube-ზე შევძელით არხის შექმნა და ჩვენი გაშიფრული მასალის გასაჯაროება. ამით ამოვწუროთ, ხოდ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს და კომენტარები დაგვიწეროთ და თქვენს გაავრცელოთ. იქნებ აღმოჩნდეს ვინმე ვინ შეძლებს რეცენზირებას. დაუკავშირდებით და გაუგზავნით ჩვენს კვლევებს. ცლად ამაზე ყველაფერზე ცალკეული ვიდეოები გვაქვს ჩაწერილი და ძალიან გთხოვთ თავისი სქემატური ცხრილებით როგორც გაჩვენეთ, მე მოკლედ რომ გაჩვენეთ, იქ ყველაფერი არის წარმოდგენილი, ახსნილია დაწვრილებით და ძალიან გთხოვთ რომ უყუროთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა, პირდაპირ გეტყვით. ძალიან გვინდა რომ ბევრმა ადამიანმა იცოდეს საქართველოში და არა მარტო მსოფლიოში ასეთი აღმოჩენის შესახებ, რომელიც ცვლის საქართველოს ისტორიას კი არა, მსოფლიოს ისტორიას ანბანურ დამწერლობასთან დაკავშირებით. ახლა რომ ფინიკიურს თვლია და ითვლება კიდევ ეს სავარცხლის წარწერა რო არის. ის ითვლება ერთ-ერთ უძველეს ანბანურ დამწერლობა. დაახლოებით იმის თანადროული არის გრაკლიანის წარწერა. დავასრულებ ამით, დიდი მადლობა.